მოგესალმებით პოსტივი საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას აგრძელებს ახალ ამბებს ნინო საულქვაძე გაგაცნობთ. სარეიტინგო სააგენტო მუდისმა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურობამდე გააუმჯობესა, რაც ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პოზიციითაა განპირობებული. მუდისის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მყარმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შეამსუბუქა გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან მომდინარე რისკები. ამასთან დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება, რაც ხელს უწყობს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას და ეკონომიკას მეტად მდგრად ხდის შოკების მიმართ. სააგენტოს პროგნოზით 2026-27 წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა და მთავრობის ვალის 30%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი. მუდისის შეფასებით საქართველოს ეკონომიკურ ზრდა ეფუძნება მოხმარების ინვესტიციებისა და ტურიზმის ზრდას, რომელსაც ემატება ფისკალური რეფორმები და ვალის გონივრული მართვა. საერთაშორისო ექსპერტები ხაზს უსვამენ ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობას შუადერეფანში, რაც ხელს უწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და ლოგისტიკური პოტენციალის ზრდას. განახლებული პროგნოზების თანახმად მუდისი 2026 წლისთვის პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკის ზრდას 6.4%-ის ფარგლებში, ხოლო 2027 წლისთვის 5.5%-ის ფარგლებში. განახლებული პროგნოზებით ასევე მოსალოდნელია ფისკალური პარამეტრების, როგორც არის დეფიციტი და ვალი, კლებადი და უსაფრთხო დონეზე შენარჩუნება. ანგარიშში ასევე აღნიშნულია საქართველოს როლი შუადერეფნის დაკავშირებადობის პროექტებში. აღნიშნულია ახლახანს გახსნილი ისეთი პროექტები, როგორც არის ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მონაკვეთი, ფოთის პორტის გაფართოების პროექტი და აღნიშნულია, რომ აღნიშნულ პროექტებში საქართველოს როლი უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკის საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ზრდისთვის დამატებით ფაქტორს. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ ფინანსური ინსტიტუტების და საჯარო ინსტიტუტების სიძლიერეს, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულებას სების მმართველობასთან მიმართებაში. სარეიტინგო სააგენტოების შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რასაც გარეინვესტორები ითვალისწინებენ. მუდისის ჩათვლით სამივე სარეიტინგო სააგენტომ გააუმჯობესა თავისი პერსპექტივა, რაც საბოლოო ჯამში აისახება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე, რისკის შეფასებაზე, მოზიდული სახსრების ფასზე და შესაბამისად საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით საქართველოსა და უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი ოპერაციით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მისაღებად საკუთარი არასრულწლოვანი შვილები იძულებით შრომის მსხვერპლად აქციეს. გამოძიების ინფორმაციით ისინი ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ და ბათუმის ტურისტულ ზონებში მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. გამომუშავებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. პოლიციამ დანაშაულის დასტურებელი არაერთი მტკიცებულება უკვე მოიპოვა. ამ დროისთვის დაზარალებული არასრულწლოვანების სახელმწიფო ზრუნვის სერვის ცენტრებში უსაფრთხო გარემოში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. تو بستاری مدکانی ها حتی تو خلاص کن دواره da aparatı çifteki kır bokşiri çıktı davay çalışmış berat ka çalışmış böyle geldi fuş davay kayıp bir bakıp da var ha ta çeker da ta di sabgala var ama no şaşlı bir men mo zıvı kada pinç monot ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრაფიკინგის გეგმა. გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით გადაიბირეს მათზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილები, რომლებსაც ბათუმში ტურისტულ ადგილებსა და სხვა ტერიტორიაზე მოწყალების თხოვნასა და ყვავილებით ვაჭრობას აიძულებდნენ. მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება დანაშაულის ჩამდენი პირების მიერ დანაშაულის განხორციელების ფაქტი. არასრულწლოვანები გადაყვანილი არიან სახელმწიფო სერვის ცენტრებში, რომლებსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხე აღარ ემუქრებათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153 სეგუნდა მუხლის მეორე და მესამე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე ვადი თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამერიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი კონგრესმენებს უორენ დევიდსონს და ბრაიან ბაბინს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამტკიცების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. ხაზი გაისვა შუადერეფნის პროექტების მნიშვნელობას და მის ფარგლებში საქართველოს როლს. თამარ ტალიაშვილმა მადლიერება გამოხატა კონგრესის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. ყაზახეთის საქართველოს შავი ზღვის რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევა. ამ სათაურით სტატიას ავტორიტეტული ინგლისურენოვანი გამოცემა The Caspian Post აქვეყნებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასტანაში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს მიმოიხილავს. როგორც გამოცემა წერს, მხარეებმა სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებაზე ამახვილებს, რომელმაც საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში საიმედო მეგობრად და უმნიშვნელოვანეს პარტნიორად შეაფასა. თავის მხრივ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ორ ქვეყანას შორის არსებულ დიდ პოტენციალსა და მრავალმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებზე ისაუბრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გაეროს კონტრტერორისტული კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ლაშა მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო ტერორიზმის კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და მათი ეფექტიანად გადაჭრის მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობაზე. სუსის უფროსის პირველი მოადგილის თქმით, საქართველოს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მზადყოფნა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია, სადაც მათი საქმიანობის სპეციფიკა და ინფრასტრუქტურას გაეცნო. სულხან თამაზაშვილმა პირველ მოადგილესთან, რონი მესხთან და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ლევან მაისურაძესთან ერთად ოპერატიული მართვის ცენტრი 112 და საპატრულო პოლიციის სამსახური მოინახულა. თბილისის საქართველოს უზბეკეთის ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიებას ორი ქვეყნის ხელისუფლების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში 70-მდე კომპანია, ხოლო საქართველოსთან ფორუმში 250-მდე კომპანია მონაწილეობს. ფორუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მონაწილეები მშენებლობის, ლოჯისტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ფარმაციის, ტექსტილისა და სხვა მნიშვნელოვან სექტორებს წარმოადგენენ. ჩემი კოლეგა თეკლა ბესტავაშვილი აშუქებს ღონისძიებას, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ახალი პარტნიორების შეძენა. სწორედ ეს არის მთავარი მიზანი საქართველოს-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმის, რომელსაც ამ წუთებში თბილისი მასპინძლობს. ფორუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა მარიამ ქურებიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს-უზბეკეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ სწრაფად ვითარდება და რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნეს სექტორების კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. მარიამ ქურებიშვილმა აღნიშნა ისიც სიტყვით გამოსვლისას, რომ მსგავსი ფორუმები ზოგადად ხელს უწყობს პირდაპირ ბიზნეს კავშირების დამყარებას და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გამოვლენას.
უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც პოლიტიკური თვალსაზრისით ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება. კიდევ უფრო განმომტკიცოთ კავშირები, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია ისიც, რომ ხვალველოდებით უზბეკეთის პრეზიდენტის მისი აღმატებულების ოფიციალურ ვიზიტს. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უზრუნველყოს ეკონომიკის არამხოლოდ მდგრადი, არამედ დივერსიფიცირებული ზრდა, როდესაც დივერსიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის გამოვყოფთ ხოლმე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს ცენტრალური აზიის რეგიონში, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორზე საუბრისას უზბეკეთს მუდამ მოვიაზრებთ ერთ-ერთ უპირატეს პარტნიორად, რომელთანაც საბედნიეროდ ჩვენი სავაჭრო ეკონომიკური კავშირები, ტრანსპორტი, ტურიზმი და მრავალი სხვა სფერო თითქმის ყოველთვიურად იზრდება. ჩვენ უკვე გქონდა რამდენჯერმე ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ერთობლივად მოვაწერთ ხელს განვითარების აწლიან გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნების დაკავშირებადობას. ჩვენთვის დიდი პატივია და საამაყუარო იმ გზით, რომლითაც ჩვენი ეკონომიკა ვითარდებოდა, კერძოდ 2021 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9.3% შეადგინა. რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება სწორ მმართველობასა და გამჭვირვალობას. ასევე ძალიან ვამაყობთ იმით, რომ მოლოდინები საქართველოს მიმართ სულ უფრო იზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოკლე და საშუალო ვადიანი პროგნოზების თანახმად 2026-30 წლებში საქართველოს რეგიონსა და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ექნება. ეკონომიკური ზრდის საშუალო 5.4%-იანი მაჩვენებლით. ასევე ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი გარემოს წყალობით პირდაპირ უცხოური ინვესტიციების საგრძნობლად იზრდება. მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში 2022 წლამდე საქართველოს მთავრობა დაახლოებით 7 მილიარდ ამერიკულ დოლარს დააბანდებს და კვლავაც გააგრძელებს ინვესტირებას სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორებში. ეს გულისხმობს ავტომაგისტრალების და გზების მოდერნიზაციასა და მშენებლობას. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე სტრატეგიული პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციას, რაც დაახლოებით 45 ახალი ლოკომოტივისა და 1500-მდე ვაგონის დამატებას გულისხმობს და ბოლოს ჩვენ ასევე ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს დედაქალაქში, რომლის გამტარუნარიანობაც 20 მილიონი მგზავრი იქნება. საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმი დღეს გაიხსნა. ფორუმი უზბეკეთიდან 70-მდე, ხოლო საქართველოდან 250-მდე კომპანიას აერთიანებს. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები ერთმანეთს ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს გააცნობენ. ფორუმის ფარგლებში ასევე მთელი დღის განმავლობაში B2B შეხვედრები გაიმართება. მადლობა, პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა. გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ რეჟისორ გოგა ხაინდრავა სამოქალაქო დავის განხილვა დაიწყო. ხაინდრავა ტელეკომპანიას მის წინააღმდეგ სრულ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ხაინდრავას თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც გავრცელდა სიცრუე თითქოს კინორეჟისორი საქართველოში 2000 უცხოელის შემოყვანას მონაწილეობდა, რის ანაცვლოდაც თითქოს 4 მილიონი დოლარი მიიღო. გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ფორმულას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცილის წამება და საქმე არა სამოქალაქო დავას, არამედ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულს ეხება. ეს არის სახელმწიფო დანაშაულში ბრალდება. ცილის წამება რეალურად, მაგრამ ბრალდება არის სახელმწიფო დანაშაულში, რომელშიც მონაწილეობდა სუსის თანამშრომლები, საზღვრის დაცვის თანამშრომლები, ქთამი იყო 4 მილიონი აღებული. ამის შესახებ იცოდა პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, უსაფრთხოების მინისტრმა. ხო წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის საქმეა ესა, როდესაც აი ესეთ მაგრამ ეს არის ცილის წამება პირველი წამიდან ბოლო წამამდე. ყველაზე საინტერესოა, რომ ამას ჩადის ძებნილი კრიმინალის ნაძარცვი ფულით ჩამოყალიბებული დაწესებულება, სიცრუის გამავრცელებელი და ეს დამტკიცდება ამ სასამართლოებზე აუცილებლად. ბრაზილიაში საქართველოს კულტურის დღეები და მინისტრის მოადგილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში გიორგი მირცხულავა მასპინძელი ქვეყნის კულტურის მინისტრს შეხვდა. ასევე სამუშაო შეხვედრა გამართა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კულტურის მინისტრმა ხელი საქართველოში მოაწერა. მინისტრის მოადგილემ ოფიციალური დოკუმენტი ბრაზილიის კულტურის მინისტრს გადასცა. მოეწერა ხელი მემორანდუმს კულტურის სამინისტროებს შორის ორი ქვეყნის. გამოითქვა სურვილი, რომ
უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ბრაზილიის კულტურის დღეები საქართველოში, ასევე ჩვენც მზად ვართ ამის შემდეგ უკვე ბრაზილიაში გავმართოთ საქართველოს კულტურის დღეები და ქართული კულტურა სრული მასშტაბით და ფართო სპექტრით წარმოვაჩინოთ. მნიშვნელოვანი დღეა ბრაზილია საქართველოს ურთიერთობებისთვის, სწორედ დღეს ხელი მოეწერა კულტურის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გვაძლევს დამატებით საშუალებას დავგეგმოთ განვახორციელოთ ორმხრივი კულტურული პროექტები, რომელიც თავისთავად გაზრდის ქვეყნებს შორის ცნობადობას. დღეს ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მასპინძლობა კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე. მიმაჩნია, რომ ბრაზილიასა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საქართველო გამორჩეული კულტურული მრავალფეროვნების მქონე ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ თანამშრომლობას წარმატებული მომავალი ექნება. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ქართული კულტურისა და ხელოვნების ბრაზილიაში წარმოჩენას, ასევე შევქმნათ შესაძლებლობები, რათა ბრაზილიელი ხელოვანების შემოქმედება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი და დასაფასებელი გახდეს. დღეს ჩვენ ვაშენებთ მყარ ხიდს, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს ბრაზილიასა და საქართველოს შორის კულტურულ თანამშრომლობას. დედაქალაქის მერია მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების არაერთ პროგრამას ახორციელებს. დაავადებათა სკრინინგის პროგრამას მაისში რიგით მესამე კომპონენტი ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგის, ისევე როგორც ფარისებრი კიბოს მართვის და საშულოსნოს ყელის კიბოს ტესტირების საფასურს მერია ანაზღაურებს. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სკრინინგი 2761 მოქალაქემ ჩაიტარა. დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ამოქმედება წინასაარჩევნო იყო, რომლის დაწყების შემდეგაც მოქალაქეებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ შესაბამისი სკრინინგის ჩატარება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო, მაისში რიგით მესამე კომპონენტი ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსება დაემატა. პირველი და მეორე კომპონენტები ფარისებრი კიბოს მართვა და საშვილოსნოს ყელის კიბოს HPV ტესტირება იყო, რომლებიც 2018-2024 წლებში დაიწყო. მოქალაქეებისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგიც სრულად უფასოა და მის საფასურს ანაზღაურებს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა აქვს დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია დაანებეს თავი. თბილისის მერია და საქართველოს რკინიგზა ახალ სატრანსპორტო პროექტზე მუშაობას იწყებენ. არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებით დედაქალაქის მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან დაკავშირებას ითვალისწინებს. საჭიროების შემთხვევაში დღის წესრიგში ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც განიხილება. იმის დასადგენად თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს დერეფანი, სპეციალური კვლევა ჩატარდება. საერთაშორისო ტენდერი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით უკვე გამოცხადდა. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ბოლოვადაც 13 ივლისია. გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა შეაფასოს, რამდენად მომგებიანი და უსაფრთხო იქნება პროექტი ეკოლოგიური თუ ფინანსური თვალსაზრისით. კვლევის პროცესს ტექნიკურ ზედამხედველობას და კოორდინაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო გაუწევს. პროექტის კონცეფცია თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას ეფუძნება, რომელიც ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და აღმოსავლეთ რაიონებთან რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით. ეს ძირითადად გულისხმობს არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ახალი სარკინიგზო მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობის განხილვაც. ერთიანი ეროვნული გამოსვლების დაწყებასთან დაკავშირებით თბილისის მერია აბიტურიენტებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებით მარშრუტებს ნიშნავს. ტრანსპორტი 2 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით დილის 6 საათიდან საღამოს 20 საათამდე იმოძრავებს საგამოცდო ცენტრების მიმართულებებით. მუნიციპალური ავტობუსები მეტროს ადურ ახმეტელის თეატრის, დიდუბისა და სამგორის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიებიდან გავლენ საგამოცდო ცენტრების მიმართულებებით.
2 ივლისიდან 30 ივლისამდე საგამოცდო ცენტრების 39, 103, 157, 160, 175, 177, 191 და 191 საჯარო სკოლების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება. მუნიციპალური ავტობუსები მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის, დიდუბისა და სამგორის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან გავლენ. გამოცდებს და კონკურსში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები დილის 6 საათიდან საღამოს 20 საათამდე მოემსახურებათ. შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია გამომყევი აჭარაში დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფებს, ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს ჩაერთონ კამპანიაში და რეგიონში იმოგზაურონ. სექტემბრის ბოლომდე კამპანიაში დარეგისტრირებულებს საშუალება ექნებათ აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან და გამომწერებს გაუზიარონ და კომპანიის მთავარი პრიზები მოიგონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კამპანიას 2023 წლიდან ატარებს. დღეიდან პროექტი გამომყევი აჭარაში ოფიციალურად იწყება. მოუწოდებთ ქართველ ბლოგერებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფებს, ყველა დაინტერესებულ პირს ჩაერთოს პროექტში, იმოგზაუროს აჭარაში, ნახოს ზღვის სანაპირო ზოლი და კურორტები და ამავდროულად იმოგზაუროს მაღალმთიან აჭარაში, გადაიღოს საინტერესო ფოტოები, ვიდეოები, შექმნას პოსტები და გაუზიაროს თავიანთ გამომწერებს და ამავდროულად მოიგოს პროექტის მთავარი პრიზი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენთვის, ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციისთვის. ოზურგეთში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. შეთავაზებით გურიის რეგიონში მცხოვრებმა 100-მდე დევნილმა მოქალაქემ ისარგებლა. მათ ქვეყნის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმის სპეციალისტებისგან კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციები და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს, ასევე დანიშნულების საფუძველზე საჭირო მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ. გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გაეცნო. მსგავსი აქციები უმნიშვნელოვანესია სამინისტროსისას, ვინაიდან გვეძლევა შესაძლებლობა უშუალო კომუნიკაცია დავამყაროთ ჩვენს ბენეფიციარებთან, გავიგოთ მასთვის საჭიროებები და უვარგოთ ჩვენი მოქმედი პროგრამები. მსგავსი აქციების ფარგლებში დიაგნოსტირებული დაავადებები ხშირ შემთხვევაში საჭიროებს შემდგომ რეაგირებას, რის საშუალებასაც იცლება სამინისტროში მოქმედი პროგრამები. გურიის რეგიონში მცხოვრები აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს გაიმართა სამედიცინო აქცია. ჩვენ თანამოქალაქეებს შეუძლიათ საჭიროების მიხედვით ისარგებლონ იმ მუნიციპალური პროგრამით, რომლებსაც სამი მუნიციპალიტეტი სთავაზობს მათ. არის სხვადასხვა პროფილური დაავადების მქონე ექიმების მიერ ავადმყოფობის მიღება მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. მაყოფილები ვართ, მიდის რა თქმა უნდა მედიკამენტების გაცემაც და დიდი მადლობა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს. პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ შეხვდა. შეხვედრაზე მხარებმა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეკონომიკის ვაჭრობის, დაკავშირებადობის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონისა და დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობას, მათ შორის უსაფრთხო და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტებისა და ეკონომიკური დერეფნების განვითარების საკითხებს. მიხეილ ყავალაშვილმა აფრიმ გაშის მადლობა გადაუხადა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში წარმატებით გაგრძელდება. ახალი ამბები პირდაპირ ეთერში 16 საათზე დაბრუნდება. ეთერს ბიზნეს პოსტი გააგრძელებს.